დღეს ვიმყოფებით ტერიტორიაზე, ბარცხანის და თამარის დასახლებაში, სადაც 90 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს კუნძული და ძალიან დიდი სამუშაოები აღმოჩნდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გაწეულა უკვე განაშენიანებულია 25 ჰექტარი ტერიტორია და უფრო მეტ დეტალზე გვეტყვის მეც კომპანიის დირექტორი გოჩა კამკია, რომელიც უკვე გველოდება და გვიმასპინძლებს არაშენებულ კუნძულზე, თუმცა ძალიან ბევრი სამუშაოები ჩატარებულია. მოგესალმებით, გოჩა, მადლობა მასპინძლობისთვის. ძალიან სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა უკვე ბათუმის ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა ესეთ ისტორიულ მოვლენას პრაქტიკულად ვესწრებით. სად ვიმყოფებით ახლა, რომელი ნახევარკუნძულია ეს და მოკლედ ვადებში როგორი გვაქვს მდგომარეობა? ბევრი ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთი გამორჩეული სტუმრები ყავს. ახალ განაშენიანებულ ტერიტორიაზე, რასაც ქვია ბათუმის კუნძული და ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ, რომ სიტყვა, რომელიც დავდებით სახელმწიფოს წინაშე წინწრებით ვასრულებთ და დღედაღა მივდივართ წინ განხრების შრომით და ის იდეა, რომელიც ჩავდებით ამ კუნძულის განვითარებაში, ძალიან სწრაფი ტემპებით რეალიზდება. დღეს მდგომარეობით შემიძლია ვთქვა, რომ 25 ჰექტარი ორი ნახევარკუნძულის არის განაშენიანებული, კერძოდ თქვენ რასაც ხედავთ, ეს არის დასავლეთ ნახევარკუნძული, სადაც არის 23 ჰექტარი განაშენიანებული. ჩვენ ამასობაში არ ვკარგავთ დროს და ძალიან კარგ ფეხზე ჩამოხვედით, რომ სულ ახლახანს დავიწყეთ მეორე ნახევარკუნძულის განაშენიანება, სადაც კიდევ 2 ჰექტარი არის დამატებული ამ ტერიტორიას. როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მოვყვეთ ის კვლევები, რომელიც ჩაატარა კომპანიამ, იმიტომ რომ ამ ნაწილში ძალიან ბევრი კითხვა ისმის, მათ შორის ეკოლოგების მხრიდანაც. საუბარია კლიმატის ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია მათ შორის ზღვის დონის 1 მეტრამდე აწევაც კი და მინდა რომ ვიკითხო და ვისაუბროთ ამ ნაწილში რა პრევენციები და რა ტიპის კვლევები ჩაატარა კომპანიამ. პირველ რიგში ჩვენ დააღვნიშნოთ აღიარებული ფაქტი, რასაც ვერ შეცვლი, რომ ბარცხანის ტერიტორია ცნობილი იყო როგორც ისტორიულად ნავთობით დაბინძურებული ტერიტორია. შესაბამისად, კომპანიამ უკვე გეზეშის ანგარიშივე ჩადო აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდის მექანიზმები როგორ უნდა მოხდეს და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა განაშენიანების მიღება აღნიშნულ ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანი კვლევა, რაც აგრეთვე ჩატარდა, ეს იყო დაახლოებით 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის მოდინების მიმართულებების შესწავლა, კერძოდ დაიჩიფა ზღვის მთლიანი ტერიტორია, რომელიც პირდაპირ გადაეცემოდა პროექტანტს, რათა მიიღო შესაბამისი რეზულტატები. ამ აკვატორიაში ზღვა ღერულის შედეგად რა მიმართულებებს ღებულობს და ამის შემდეგ მოხმარ იყო კონსტრუქციული გაანგარიშებები და შესაბამისი ჯებირების აგება, რათა ზღვის ღელვა და ჯებირი მოქცეულიყო აბსოლუტურ ჰარმონიაში ერთმანეთთან. რაც შეეხება გლობალურ დათბობას, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი ამოცანა და ეს არის დაანგარიშებული მონაცემი, რა დონეზე შესაძლებელი არის, რომ ზღვა მოიმატოს ზღვის გლობალური დათბობის შედეგად და ეს მონაცემები აბსოლუტურად პირველ რიგში არის გათვალისწინებული ბათუმის კუნძულის შემთხვევაში. კერძოდ ჩვენ ზღვის დონიდან ნაპირ დამცავი ჯებირების გარდა ავდივართ 3 მეტრის სიმაღლეზე ზღვის ნიშნულიდან, რაც ფაქტობრივად აბსოლუტურად გამორიცხავს რაიმე ზემოქმედებას გლობალური დათბობის შედეგად მიღწეული მაქსიმალური ნიშნულის მიღწევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ბათუმის კუნძული არის აბსოლუტურად უსაფრთხო, კუნძული არის მუდმივობაზე გათვლილი და ის არის ბევრად უფრო მყარი, ვიდრე ეს არის ბათუმის დანარჩენი ტერიტორია, ვინაიდან დანარჩენ ტერიტორიას ბათუმზე ჩვენ ვიცით, რომ აქვს გამოწვევები და ჭირდება გამაგრება, ხოლო ჩვენა განსახლებას ვხდებით თავიდანვე კონსტრუქციულად გამაგრებულ მდგომარეობაში. ჩვენგან როცა გავიხედავთ პარალელურ რეჟიმში მშენებლობისა და ძალიან დიდ მოქმედებებს ვდგამთ, რომ დროებით ეს შევზღუდოთ, იმიტომ რომ მაინც სამშენებლო ობიექტად ითვლება, ვითარდება თევზაობა. და რატომ? ამას ხო თავისი მიზეზი და თავისი კითხვებზე პასუხები ჭირდება, რა? იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამ გამაგრებისთვის ვიყენებთ კლდის ბუნებრივ ქანებს, გეზეშის ანგარიშის წერია ეს, რაც შემდეგში პრაქტიკაში გამართლდა, ეს აპროგნოზო მაჩვენებლები, რომ ეს ქვები შემდგომში ესე იგი ქმნის ხავს, რომელიც არის თევზის კვებისთვის
ნომერ პირველი საკვების საშუალება არაპროფესიონალურ ენაზე რო ვთქვა. რა რაოდენობის კვლევა ჩაატარა კომპანიამ, ვინ ჩაატარა ეს კვლევები, რა ტიპის გამოცდილების მქონე კომპანიებმა და არის თუ არა საკმარისი ყველა რისკი და ყველა კითხვაზე არის თუ არა პასუხი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ამ წლების განმავლობაში სამჯერ გააჩერა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოები, სამჯერ გთხოვათ დამატებითი დეტალების წარდგენა და აი ამ ნაწილში მოკლე რეზიუმე რო გავაკეთოთ. ჩატარებული არის დაახლოებით 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევა, სადაც ჩართული იყვნენ როგორც კონსტრუქტორები, ასევე ეკოლოგები, არქიტექტორები და ასე შემდეგ. ძირითადი კომპონენტი ეს მოიცავდა როგორც გარემოს პირობების, ასევე ზღვის, აქ თათა სისტემა არის, მდინარის მონაცემების დაგროვებას და 1000 წლეულზე გადამრავლებული ფორმულით ყველა იმ რისკის შეფასებას, რა გამოწვევაც თეორიულად შესაძლებელია დადგომოდა ბათუმის კუნძულს. ამის შემდგომ ეს მონაცემები იკრებებოდა სტამბოლის ოფისში, რომელიც კავშირზე იყო მათ შორის უმსხვილეს ლაბორატორიასთან თურქეთის, სადაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს თურქეთის ატომური ელექტროსადგურის სატესტო სამუშაოები და ბათუმის კუნძული მიუხედავად ჩემი გრძნობელობისა, ბევრად უფრო მცირე მასშტაბის არის საფრთხის თვალსაზრისით ამ ელექტროსადგურთან. და ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ აქ შემდგომში ხდებოდა ძალიან დიდ დარბაზში აქვთ აუზი, სადაც ხდება წყლის დაყენება, მოდელის აგება ის კუნძულის და შემდეგში ამ მონაცემების საფუძველზე ურთიერთქმედების დადგენა, კერძოდ ზღვის ღელვა, ჯებირები, კუნძული და მათი ურთიერთქმედება და ინტერაქცია. მას შემდეგ რაც პროექტანტმა დაასრულა სამუშაოები, ფაქტიურად ამან გადაინაცვლა შემდეგში ლაბორატორიაში, სადაც იტესტებოდა 6 თვის განმავლობაში ეს ყველაფერი და ლაბორატორიულად პრაქტიკულად მიღებული პასუხების შემდგომ უკვე მოხდა სახელმწიფოსთვის მიმართვა ნებართვის მოპოვების მიზნით. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ეს არის ფორმალური პროცესი, რაც მოითხოვს დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემას, რაზეც კომპანია იყო ყოველთვის მზად და თქვენც ხართ ამით მოწმე, ჩვენ ძალიან მოკლე ვადებში ამ დოკუმენტაციას ვავსებდით, კითხვებზე ვპასუხობდით, იმიტომ რომ კომისიური შემადგენლობა იყო დაახლოებით 28 ექსპერტის მონაწილეობით. შესაბამისად, დღეს ბათუმის კუნძული თავისი გაანგარიშებებით, კონსტრუქციული სირთულით და გარემოს წინაშე არსებული გამოწვევებით ეს არის მაღალი ლეგიტიმაციის პროექტი, ვინაიდან დაახლოებით 4 ქვეყანაში არის დამუშავებული და შემდგომში ჩაშვებული სამუშაოდ. რა ძალებით ხდება ამის განხორციელება, ადგილობრივი რესურსი, საერთაშორისო რესურსები, ვინ არის ჩართული და რა გამოწვევებს აწყდებით ამ პროცესში? ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პარალელურად პროექტირებისა ჩვენ ზედმიწევნითი სიზუსტით გავმართეთ მენეჯმენტი ამ ყველაფრის აღსრულების, იმიტომ რომ თითოეულმა არასწორმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია შემდგომში 6-7 თვიან პერიოდზე მოახდინოს გავლენა. ყველაფერი პასუხი დღეს სადაც ვართ, იქ არის რომ ჩვენ სულ ახლახანს ავიღეთ საბოლოო ნებართვა, მაგრამ დრო არ დაგვიკარგია და უკვე 25 ჰექტარამდე ფართობი არის განაშენიანებული. რაც შეეხება თვითონ აღსრულების პროცესს, მე როგორც გითხარით, ჩვენი მოკავშირეები არიან უძლიერესი საერთაშორისო არქიტექტურული და საინჟინრო, ასევე მასტერ პლენინგის კომპანიები, ეს არის Yuxel Project, რომელმაც 2 საერთაშორისო აეროპორტი დააპროექტა ბათუმიდან 70 კილომეტრში, რამაც სტერეოტიპულად გადატეხა ეგ საკითხი, რომ საქართველოშიც შავ ზღვაში შესაძლებელი არის მსგავსი პროექტის განხორციელება. ჩვენი პარტნიორი არის გამორჩეული საერთაშორისო ბრიტანული საინჟინრო კომპანია არუპი, რომელიც მომავლის ქალაქების გეგმარებაში არის ჩართული დანარჩენი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ყავდა მოყვანილი და მოწვეული ლონდონიდან საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომისტები, რომლებმაც ზედმიწევნითი სიზუსტით დათვალეს ეს ეკონომიკური მაჩვენებლები, რაზე უნდა იყოფილიყო დაფუძნებული ეს ხედვები. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავშივე წარმოუდგენლად დიდი შრომა ჩავდევით და ფინანსები დავხარჯეთ ჭკვიან ადამიანებში იმისთვის, რომ დღეს გამართული მენეჯმენტის პირობებში შევხვედროდით ამ გლობალური პროექტის განვითარებას. რაც შეეხება უშუალოდ ინვესტიციას, რა თქმა უნდა, ამბასადორი ჯგუფი ეს არის გამართული ქართული კორპორაცია, რომელიც ქმნის გამორჩეულ ქართულ ბრენდს და მას აქვს სრული შესაძლებლობა ამ პროექტის ფინანსირების, თუმცა ვამაყობთ, რომ ჩვენ შემოგვიერთდნენ უკვე საერთაშორისო პარტნიორები, რომლებმაც პირდაპირ ინვესტიციები განახორციელეს ამ პროექტის რეალიზების მიზნით და მათი დახარჯი დღეის მდგომარეობით შეადგენს
40 მილიონამდე $. დაახლოებით 6 ქვეყანაში გახსნილი გვაქვს ოფისები, საიდანაც იქიდან არის წარმოუდგენელი დაინტერესება თვითონ პროექტის მიმართ. მე შემიძლია დავასახელო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისრაელი, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, პოლონეთი, მალე ვაპირებთ ჰონკონგში ოფისის გახსნას და იქიდან დავაანონსებთ პროექტის რეალიზების მიმართულებებს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და დასავლეთ ევროპისკენ მიყურებით ძალიან აქტიურად. ვიდრე დეტალებს მიმოვიხილავთ რა იქნება კუნძულზე, მინდა გკითხოთ წყლის და კანალიზაციის თემა. ეს არის ასევე თემა, რაზეც საუბრობენ მათ შორის ეკოლოგები და გარემოს დამცველები. ამ ნაწილში რამდენად როგორ იქნება ეს საკითხები მოგვარებული და ცირკულაცია რამდენად იქნება საკმარისი? პირველ რიგში შევეხები წყლის ცირკულაციის საკითხს და ეს პრობლემა აბსოლუტურად არის მოხსნილი, ვინაიდან საპროექტო გადაწყვეტა ისე არის მიღებული, რომ აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ ექნება წყლის მოძრაობას შიდა აკვატორიაში. აქ პროექტანტების მიერ გამოყენებული იქნება ამერიკული დათვლის სისტემა, რაც გამოითვლება, თუმცა ჩვენ მაინც დამატებითად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შიდა სისტემებში ინტეგრირებული იქნება ცხაურები, რომელიც მოახდენს ამ წყლის ცირკულაციის სტიმულირებას, რათა უფრო მეტად იმოძრაოს წყალმა, აქედან გამომდინარე ეს პრობლემა არის აბსოლუტურად მოხსნილი. ჩვენ ხედავთ ყოველ ზაფხულს, ვინც ბათუმს ხშირად ვსტუმრობთ, რომ არის საშინელი საცობების სეზონზე ბათუმის შემოსასვლელში ფაქტობრივად კილომეტრიანი საცობებია ხოლმე. ამ ხელა მიზიდულობის ცენტრის გაჩენა, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია ქალაქს ამ ყველაფრის დატევა და ამის პრევენციისთვის და იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გართულდეს ეს საკითხები, რა ტიპის გადაწყვეტები აქვს კომპანიას მოფიქრებული? აქ მთავარი ქვაკუთხედი არის ის, რომ გარდაუვალი მოცემულობა, რომ ქალაქი უნდა ვითარდებოდეს. ბოლო პერიოდში ბათუმის საინვესტიციო მიმართულებით იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება არამარტო ქართულ ბიზნესში, არამედ საერთაშორისო ბიზნესში და ამ ყველაფერს ჩვენ უნდა ვიამაყოთ. თუმცა აგრეთვე იყო განხილვები საზოგადოებაში იმ თვალსაზრისით, რომ ეს მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციები მიმართული იყო ქალაქის ისტორიულ ზონებში, რაც მეხსიერებას და არქიტექტურას გარკვეულწილად ზემოქმედებას ახდენდა და აზიანებდა. ჩვენ ამ თვალსაზრისით შევქმნით ფაქტობრივად ახალი სივრცე, რომელიც ბათუმს აძლევს კარგი გაგებით ამოსუნთქვის საშუალებას, კერძოდ იმ მიმართულებიდან ეს საერთაშორისო ინვესტიციები იქნება ახალი მიმართულებით გადამისამართებული და ქალაქი ერთის მხრივ არ გააჩერებს პროგრესირებას და მეორეს მხრივ ჩვენ მივიღებთ წინასწარ გააზრებულ ძალიან მაგარ ადგილს. რამდენ ადამიანზე გათვლილი იქნება? რამდენი ადამიანი უნდა დაიწიოს კურორტ? 50,000 იუნიტი იქნება აქ, რაც მოიცავს როგორც სასტუმრო ნომრებს, ასევე ვილებს, აპარტამენტებს და რამდენი შენობა უნდა აშენდეს და რამდენ სართული არის? 24 საინვესტიციო მიწის ნაკვეთი, რომელსაც აქვს თავისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, დანარჩენი ეს არის ინდივიდუალური მიდგომის საგანი, რა მასშტაბზე გათვლის თვითონ ინვესტორი თუ მშენებელი კომპანია ამ პროექტს. თუმცა დადგენილი კაორი, რაც არის ქალაქში და საქართველოში მიმდინარე, ჩვენ ამ კაორს არ შევხებივართ. რა არის მაქსიმალური სართულობა პროექტების, რაც აქ განთავსდება? მაქსიმალური სართულიანობა დღეს რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს და პირველ შენობას ვალვითარებთ, ეს არის 52 სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, ლაუნჯს, ინფინიტი ბასეინს და ასე შემდეგ. თუმცა სართულები თამაშობს ნახევარკუნძულზე, ხოლო რაც შეეხება თვითონ კუნძულზე, მოხდება არაუმეტეს 2 სართულის განაშენიანება, რაც მოიცავს საკონცერტო დარბაზს, მარინა კლუბს, ვილებს და საპარკე შიდა სივრცეში გადაადგილებები როგორ მოხდება, დაგეგმილი როგორ არის? ნახევარკუნძულებზე იმოძრავებენ ავტომანქანები და გათვლილი იქნება საპარკინგე სისტემები და სწორედ იმდენი მანქანა შემოვა კუნძულზე, რამდენიც საპარკინგე სისტემა იქნება გათვალისწინებული. სხვათა შორის ამ მიმართულებით მაქვს სიახლოვე, ჩვენ დღე-დღეზე მოვაწერთ უკვე საჯარო და ანონსებულ ღონისძიებას ხელს ამ კუნძულზე გვინდა ჭკვიანი ქალაქის განვითარება, რაც საქართველოში კი არა, რეგიონში პირველად ხდება, სადაც თავიდანვე ხდება მსგავსი დატვირთვების გაანგარიშება და ქალაქი თვითონ არ გაძლევს საშუალებას იმაზე მეტად იყოს გადატვირთული, ვიდრე მას გააჩნია ამტანიანობა და ეს მოხდება დიჯიტალ რეჟიმში. რაც შეეხება თავად კუნძულზე, ჩვენ აქ მაქსიმალურად შევზღუდავთ მანქანების მოძრაობას, იქ იმოძრავებს მხოლოდ გოლფკარები, იქნება მაქსიმალურად ფეხით მავალ ადამიანებზე გათვლილი. ერთი სიტყვით, კუნძული
სრულად დაეთმობა რეკრეაციას, ხოლო რაც შეეხება სამანქანო სივრცეებს, ჩვენ ნახევარკუნძულებზე გვაქვს ეს გათვალისწინებული. ეკონომიკური სარგებლიანობა როგორი იქნება? ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს ეხება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას. ხო, კონცეფციაც მე მგონი ეს არის. აი ამ ნაწილში რა ტიპის გათვლები იქნება და ასევე ძალიან საინტერესოა ჩვენი გადაცემის პროფილიდან გამომდინარეც, რა შეიძლება ღირდეს უძრავი ქონება ბათუმის კუნძულს. ჩვენ თავად გვინდოდა რომ ბათუმი როგორც ტურისტული მიმართულება, როგორც პროგრესირებადი შეგვეტანა ჩვენი წვლილი განვითარებაში იმ მხრივ, რომ ბათუმი უნდა იყოს ზვირადღირებული ქალაქი. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ძალიან გვჭირდება მაღალხარჯველუნარიანი ვიზიტორები. სწორედ ეს ფილოსოფია არის ჩადებული ამ კუნძულის განვითარებაში და ის გათვლილი არის როგორც მაღალხარჯველობით უნარიან ტურისტებზე და მაცხოვრებლებზე და ასევე დასაქმებით დაინტერესებულ ადამიანებზე, აგრეთვე მსხვილმასშტაბიან ინვესტორებზე, კერძოდ ჩვენ თავშივე ეკონომიკურად გაანგარიშებული გვაქვს თითოეულმა მიწის ნაკვეთმა რა ეკონომიკური სარგებელი და რა ეკონომიკური ეფექტი უნდა მიიღოს. რაც შეეხება უძრავი ქონების განვითარებას და ღირებულებას, ჩვენ თათი ამას დავაანონსებთ ცალკე და თქვენის ნებართვით წავდგებით ცალკე პრეზენტაციით საზოგადოების წინაშე. რეგიონი რამდენად მზად არის ინფრასტრუქტურულად, ძვირად მაღალმხარჯველი ტურისტების მისაღებად. გულისხმობ, აი წეგან თათია სხვადასხვა შეკითხვას, რომ მაგალითად ბათუმში შემოსასვლელი გზა საკმაოდ იჭედება სეზონზე. აეროპორტის ზომა საკმაოდ პატარაა, ესე თუ გავშევხედავთ, ხო და აი ამ მხრივ რამდენად გვაქვს მზაობა, რომ მივიღოთ მაღალმხარჯველი ტურისტები. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შემდეგი მოსაზრება, რაც ეფუძნება აჭარაში ტრადიციულ გამონათქვამს. თუ არ დაიწყე, არასდროს არ დაიწყება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს დავიწყეთ, ჩვენ ერთგული ვართ ამ ვალდებულების, ჩვენ გჯერა აჭარის, ჩვენ გჯერა საქართველოსი და ჩვენ მივიღებთ იმ პროდუქტს, რომელიც ჩავდებით ამ ისტორიული პროექტის განვითარებაში. რაც შეეხება დატვირთულობას გზების, აქ არის კარგი ფაქტი ის, რომ ჩვენი პროექტი ფაქტობრივად იმყოფება ქალაქის შემოსასვლელში, სადაც ბათუმის ისტორიულ უბანში არ გიწევს შესვლა, ისე უკვე შეგიძლია მოხვდე ბათუმის კუნძულზე. თუმცა თუ ვიღაც მოფრინავს, ძალიან რთულია აეროპორტიდან მთელი ქალაქი უნდა გამოიაროს და აქამდე მოვიდეს. დათვლის შედეგად დაახლოებით 15-დან 20 წუთამდე არის გათვლილი, იმიტომ რომ სატრანსპორტო სქემებში ჩვენ ეს დავითვალეთ, რათა ბათუმის აეროპორტიდან სეზონზე ბატონო კოჩა. მანქანით მოხვდეთ. ეხლა იმიტომ რომ ერთი გზა არ მოდის, აქ შემოვლითი გზა ბათუმში გაიხსნა, არ დაგვავიწყდეს ეს ძალიან გათვირთა ამან მოძრაობები და ჩვენ არუფთან ერთად ეგრეთვე ჩავდებით ჭკვიანი სისტემები ქალაქში, ეს არის ვერტფრენის და საჰაერო ტაქსის მომსახურების სერვისები, რაც არის მომავალზე გათვლილი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა საქართველოში შემოვა. ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული, უნდა დავფიქრდეთ დანარჩენი მსოფლიო რა მიმართულებით მიდის, როგორ ფიქრობს და აი იმ საწყის უბრალოდ ბოლონიშნულზე უნდა მოვხვდეთ და ისე მოვახდინოთ ამ იდეების აქვე გენერირება, რომ მერე ჩვენს დავხვდეთ პროგრესს შესაბამისი ინფრასტრუქტურით მზად, რაც თანაზიას გავხდის დანარჩენ განვითარებულ მსოფლიოს. ჩვენ უნდა შევხვდეთ ბათუმის კუნძულზე პირველი შენობა ნაგებობა, რომელსაც დავარქვევთ საქართველოს კარიბჭეს. ვინაიდან საქართველოში კარის კულტურა ყოველთვის სტუმარმასპინძლობასთან დაკავშირებული იყო და ოჯახის კარების გაღებასთან. აქედან გამომდინარე, მე დამიჯერებ მთელი საქართველოს იამაყებს ამ გამორჩეული არქიტექტურული ნიმუშით, რომელიც სპეციალურად დაიწყო ამბასადორი ჯგუფმა მეორე ნახევარკუნძულის სწრაფ რეჟიმში განვითარება, რათა რაც შეიძლება სწრაფად აი ამ პროექტის განვითარება და რაც შეეხება კუნძულს სად იქნება? კუნძული უკვე ჩვენ ნახევარკუნძულის შეიბზე ახლა ვართ, მეორეც მორჩება. ამის შემდგომ უკვე დაიწყება კუნძული, სადაც ორი ნახევარკუნძულის დაკავშირება მოხდება კუნძულთან. თვითონ კუნძულზე გათვალისწინებული არის 7 ჰექტარი ტყე-პარკი. ჩვენ მაქსიმალურად კუნძულს მოვაშორეთ ეკონომიკა. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად საზოგადოებაზე ორიენტირებული, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი, რომელიც აჭარაში ჩამოვა, კუნძული ყველას დააინტერესებს, რომ მოინახულოს. აქედან გამომდინარე, ის უნდა იყოს მაქსიმალურად საზოგადოებაზე ორიენტირებული. რა ვადებში გვექნება საქართველოში პირველი ნახევარკუნძული და კუნძული? ჩვენ დაახლოებით 5 წლით ვუსწრებთ საინვესტიციო ვადებს. 2028 წელს აქ პირველი ბინადრების მიღება
არის აბსოლუტურად პროგნოზირებადი. მადლობა ბატონ გოჩა ინტერვიუსთვის, წარმატებები პროექტს და იმედს ვიქონიებ და მინდა რომ ასე იყოს, რომ ნამდვილად გამორჩეული ხარისხის პროექტი მივიღოთ და ყველა კითხვა რაც არსებობს, ყველა მხარის მხრიდან იყოს პასუხგაცემული. მეც წარმატებებს გისურვებთ, ძალიან საინტერესო პროექტია, დარწმუნებული ვარ მე რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს აჭარის და ბათუმის განვითარებაში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, გულშემატკივრობისთვის.